აგროსექტორში კარდინალური ცვლილებები იგეგმება. აპრილიდან ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო პროგრამების თვისობრივად ახალი მიმართულებები გამოცხადდება. სოფლის განვითარების სააგენტოში პროგრამების მოდერნიზაცია ფაქტობრივად დასრულებულია. სამინისტროს ინფორმაციით, მხარდამჭერი მექანიზმები გამოწვევებისა და პრიორიტეტების შესაბამისად განახლდა. ფაქტობრივად ეს შეიძლება ვთქვათ ერთი ეტაპი სოფლის განვითარების, სადაც სოფლის განვითარების სააგენტო ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და დღეს უკვე ახალი გამოწვევებიდან გამომდინარე იქნა შექმნილი და მოდერნიზებული თითოეული პროგრამა, რომელიც თავისთავადია დღეს უკვე იმ ახალ პრიორიტეტებს განსაზღვრავს და იმ ახალი მიმართულებით იქნება იმ ახალ მიმართულებებზე იქნება მორგებული და იმ ახალი ხედვით, რომელიც დღეს გამოწვევები არსებობს სოფლის მეურნეობაში და მსხვილი ბიზნესი უნდა დაფინანსდეს ამ ქვეყანაში, რომ წვრილი მეურნეობების დაფინანსებით და პატარა ფართობის მიწების დაფინანსებით ძალიან დაბალია შედეგი. 5-6 ჯერ ჩამოუვარდება 5 ჰექტარიანი მიწაზე მოსავლიანობა ვიდრე დიდ ფართობებს. ეს აშკარა არა შეუძლებელია, რომ გლეხმა ჩადოს ამხელა ინვესტიციები და ესეთი პროდუქტიულობას მიაღწიოს. თუმცა არც ის უნდა არ მოისმოს ქვეყანაში და უნდა იყოს საშუალება, რომ ორგანიკ პროდუქტები აწარმოონ და ეს ნიშაც მე ვფიქრობ ჩვენი წყლის სიუხვის გამო ამ ქვეყანაში არ უნდა დავკარგოთ. მიუხედავად მხარდამჭერი მექანიზმებისა, სოფლის მეურნეობა ისევ არაერთი გამოწვევის წინაშეა. აგროსექტორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა მიწის ფრაგმენტიზაციაა. საქართველოში ფერმების დიდი ნაწილი მცირე ზომისაა. საერთაშორისო შედარებაც აჩვენებს, რომ ქვეყანაში მოსავლიანობა საკმაოდ დაბალია. ამის მიზეზები კი თავის მხრივ დაბალი ტექნოლოგიური დონე, ცოდნის ნაკლებობა და კორპორატიზაციის მცირე მაჩვენებელია. ჩვენ ხედავთ სეზონურობას მცენარეულ პროდუქტებში, ჩვენ ხედავთ იმპორტ დამოკიდებულებას ცხოველური პროდუქტების მარცვლეულის ნაწილში და ჩვენი აქცენტებით სწორედ აქ იყო დასმული, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა მოხდეს მაქსიმალურად ადგილობრივი წარმოების განვითარება, გამსხვილება. აგროსექტორის ზრდის დინამიკის შეფასება ახალი ინსტრუმენტით სოფლის განვითარების ინდექსით იქნება შესაძლებელი. ინდექსი გალთენდთა გარტმა შეიმუშავა და ის პროდუქტიულობის, ფასების სტაბილურობისა და ინვესტიციების საზომი მექანიზმია. 2017-2024 წლებში ინდექსის დინამიკა მზარდია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სოფლის მეურნეობის სექტორი ეტაპობრივად ვითარდება, თუმცა ზრდა არ არის თანაბარი და გარკვეულ წლებში მერყეობაც შეინიშნება. როდესაც ინდექსი იზრდება, ეს თავისთავად მიუთითებს, რომ სექტორში პროგრესი არის, თუმცა შესაძლოა იყოს წელი, სადაც ინდექსი შემცირდება და შეგვიძლია ჩავეძიოთ, თუ რა გამოიწვია ეს შემცირება და ეს შემცირება მომდინარეობს იმ ძირითადი გამოწვევებიდან, რაც სექტორში არსებობს, თუ ეს არის მაგალითად მოკლევადიანი რაღაც მიზეზი, რომელთაც მოხდა მაგალითად ამ ინდექსის შემცირება. აი ამ ყველაფერს პასუხობს სწორედ ეს ინდექსი. აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება ყოველწლიურად 8%-ით იზრდება. 2025 წელს ამ მაჩვენებელმა 18 მილიარდი ლარი შეადგინა. მნიშვნელოვნად იმატებს ექსპორტიც. გასულ წელს მსოფლიოს 100 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული $1.8 მილიარდი აგროსასურსათო პროდუქცია, თუმცა ბაზრების დივერსიფიცირება კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება. ძალიან მცდარია აზრი, რომ ბიზნესი არ მუშაობს ბაზრების დივერსიფიცირებაზე. უამრავი ენერგია გვაქვს დახარჯული სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა ფორმით. შედეგების სახეზეა ჩვენ აზიის ქვეყნებში საკმაოდ კარგად ვითარდება გაყიდვა და პოპულარიზაცია ჩვენი პროდუქციის, ასევე ჩვენ 3 წლის წინანდელი და 4 წლის წინანდელი დაწყებული ბიზნეს მოლაპარაკებები წელს შეყვავს ძალაში და იმედს ვიტოვებ, რომ რამოდენიმე თვეში დავიწყებთ საკმაოდ კარგ კონტინენტზე. ჩვენ შევძელით და 2 წლის წინ პირველად გავიტანეთ მოცვი ევროპაში და შემდეგ ეს რაოდენობები, ექსპორტის სტატისტიკასაც თუ შევხედავთ, იზრდება. ეს იზრდება იმის შედეგად, რომ ბაღებმა მოიპოვეს სერტიფიცირებები, გააკეთეს post-harvest, ინფრასტრუქტურა შექმნეს, რომელიც უკვე საექსპორტო პროდუქტის გამზადებას ხელს უწყობს. რუსეთის ბაზარი ძალიან ახლოს არის. შესაბამისად, ორდღიანი გადაზიდვის დროს მოცვის გაფუჭების რისკი ძალიან ნაკლებია და ბევრი ფერმერი ავტომატურად მიდის ამ ბაზარზე. თუმცა მომავალში, დღეს ხდება საქართველოში უკვე ინვესტირება ისეთ ტექნოლოგიებში, რომელიც უფრო და უფრო მეტ ბახს მისცემს შესაძლებლობას ევროპაში მოცვის ექსპორტის.
მნიშვნელოვნად გაიზარდა აგროსექტორის დაკრედიტებაც. შედეგად სოფლის მეურნეობის მთლიანი გამოშვება 2018 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია. პროდუქტიულობის მატება, ექსპორტის დივერსიფიკაცია, ტექნოლოგიური განვითარების ხელშეწყობა და ბიზნესის როლის გაძლიერება ის ძირითადი ამოცანებია, რამაც სამომავლოდ სექტორის სწრაფი განვითარება უნდა უზრუნველყოს.